2007 წლის ნოემბერში გადაღებული ეს კადრები რუსული საპატრიარქოსთვის უმნიშვნელოვანეს მომენტს ასახავს. პრეზიდენტმა პუტინმა პატრიარქ სუფრის კვართის ფრაგმენტი გადასცა, რომელიც მანამდე კრემლის მუზეუმებში ინახებოდა. 4 საუკუნის განმავლობაში ეს სიწმინდე რუსეთის იმპერიის მთავარ რელიქვიას წარმოადგენს და მისი წარმოშობა რუსული წყაროების მიხედვით საქართველოს უკავშირდება. ხელოვნების ისტორიკოსი ბიზანტოლოგი ალექსეი ლიდოვი მეცნიერია, რომელსაც რელიქვიასთან უშუალო შეხების საშუალება მისცეს, როდესაც 2000 წელს ის გამოცემაზე მოსკოვის კრემლის ქრისტიანული რელიქვიები მუშაობდა. მე ეს რელიქვია ხელში მეჭირა. ის მოთავსებულია მყიდობაში. ეს გაშლილი მტევნის ხელა მოვარდისფრო ფერის სტილოს ნაჭერია. ერთი შეხედვით საკმაოდ ძველი ჩანს. ქსოვილი არავის გამოუკვლევია, შესაბამისად, მისი დათარიღება დენდროქრონოლოგიური ანალიზის გარეშე შეუძლებელია. 1625 წელს შაჰ-აბასმა რუსეთის მეფეს მიხეილ თეოდორის ძე რომანოვს საჩუქარი გაუგზავნა. სპარსული ვერსიით ეს მცხეთიდან გატაცებული უფლის კვართი იყო. კიდობან სიგელი დაურთეს, სადაც რელიქვიის შეპყრობის დეტალები იყო მოყვანილი. ქართველებმა, რომლებიც ამ პერიოდში უკვე მრავლად ცხოვრობდნენ მოსკოვში, მაშინვე განაცხადეს, რომ ეს რელიქვია ყალბი იყო. ამ ვერსიის გასაკარწყლებლად მეფემ და მისმა მამამ, პატრიარქმა ფილარეტმა კვართის გამოცდა გადაწყვიტეს. ის დასნებოვნებული ადამიანების სახლებში დაჰქონდათ და როდესაც სასწაულმოქმედი განკურნებები დაიწყო, მრევლი რელიქვიის სინამდვილეში დარწმუნდა. ამიერიდან ის რუსეთის იმპერიის მთავარ რელიქვიად იქცა. არც ერთ ქართველს მე არც მეფეს არც არავის პროტესტი არ გამოუცხადებია ამის გამო. რატო? იმიტომ ის არ არის კვართი. ეს მაშინათვე იცოდნენ. იმდროინდელი პატრიარქი ფილარეტი შეშფოთებული იყო, რომ კიო მოგამოგიგზავნეს კვართიო, მაგრამ ზედო ჯვარცმაა გამოხატულიო და სხვა სცენებიო და კიდევ ლათინური წარწერა არისო. და როგორ შეიძლება ლათინური ერეტიკოსების წარწერა იყოს ამაზეო? ეს უნიკალური კადრები 2006 წელს სვეტიცხოველში მიმდინარე გათხრების დროს არის გადაღებული. მაშინ მეცნიერებმა ტაძრის მშენებლობისა და ნგრევის ეტაპებზე არაერთი საინტერესო დეტალი გაარკვიეს. ასევე არქეოლოგიურად დამტკიცდა, რომ სიდონია საფლავის ადგილს, სადაც კვართი მრავალი წყაროს მიხედვით არის დამარხული, არავინ შეხებია. არავის არხელი არ უხლია ამ იმისთვის ადგილისთვის. ჩვენ სრულიად დოკუმენტურად დადასტურდა, რომ არავინ არ შესულა ამ სვეტის ქვეშ. და სვეტის ქვეშ შესვლის გარეშე სიდონიას საფლავს ვერავინ ვერ შეეხებოდა. ვერავინ ამასაც კი ვერ დაანგრევს, ვერ გამოიყენებს, იმიტომ თავზე დაინგრევა ჯერ ეს სვეტი და ცხადია, რომ შაჰ-აბაზის გადმოცემაც არის, რომ აპირებდაო და ცეცხლი აღმოვარდაო და დაწვა ის ხალხი, ვინც ამას თხრიდნენ, ამიტომ გავიდნენ და დატოვეს ეს ყველაფერი. საინტერესო ისაა, რომ ვერსია თითქოს კვართი სხვა ადგილას იყო გადანახული მე-17 საუკუნის დასაწყისში თავად საქართველოში გაჩნდა. ჩვენმა პოლიტიკოსებმაც დაიწყეს ასეთი შეთავაზებები სხვადასხვა სიწმინდეების. ამ კონტექსტში ამოტივტივდა კვართის ისტორია და თვითონ ქართველებისავე წრეში გაჟღერდა, რომ კვართი ამოღებულია სვეტიცხოვლიდან და მას სადღაც სხვაგან ინახავდნენ და ეს არ წარმოადგენდა თითქოს ერთი შეხედვით საფრთხეს, მაგრამ ის საფრთხედ გადაიქცა მას შემდეგ, რაც ეს ნათქვამი ქართველებისა აიტაცა ისეთმა საკმაოდ ცვიერმა პოლიტიკოსმა, როგორც იყო შაჰ-აბაზი, ის ჩაეჭიდა ქართულ ისტორიულ წყაროებში კვართის ისტორია პირველად წმინდა ნინოს ცხოვრების უძველეს რედაქციაში გვხვდება. ძალიან საინტერესოა, რომ თავიდან სანამ წმინდა ნინო მოვიდოდა საქართველოში, თავად ამ ქვეყნის ხელისუფალმა მეფე მირიანმა არაფერი იცოდა ამის შესახებ, ის შეიტყობს პირველად ნინოსაგან ამ ამბავს და შემდგომ უკეთ გამოძიების მიზნით მიმართავს ადგილობრივ ებრაელებს, რომლებიც დაადასტურებენ ნინოს მონათხრობს ის, რომ უფლის კვართი დაფლულია მცხეთაში, ოღონდაც ზუსტ ადგილმდებარეობას არ მიუთითებენ და იქვე ხაზგასმით ამბობენ, რომ რამე თუ მისი ჟამი მერმე არს. ამ სიწმინდის გამოჩინების დრო არის მეორედ მოსვლის ჟამი. ისტორიულ ეპოქაში, ანუ იმ ეპოქაში, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ, მისი ხილვა, მისი შეხება, რამენაერად მასთან კონტაქტი შეუძლებელია. ეს არის ამ წყაროს იდეა. ეს არის უნაკერო კვართიო, როგორც ახარება ამას გამოქსოილი ზეით განღვთისმშობლის ხელით და ნაკერი არ აქვს და იმათი და იმისი დაშლა არ შეიძლება, იმიტომ რომ ეკლესიის სიმრთელეს წარმოადგენს და იმათი 4 ნაწილად აქვს დაჭრილი ეს კვართი და მე-19-მე-20 საუკუნეში უკვე კვართის ნაწილები 4 ადგილას, 4 ეკლესიაში ინახებოდა.
ქართულ ეკლესიას საუკუნეების მანძილზე გამოკვეთილი და ცალსახა პოზიცია აქვს. ამაზე უამრავი მტკიცებულება არსებობს, რომ ეს არ შეეფერება სიმართლეს, როგორც მე-17, ასევე მე-18, მე-19 და მე-20 საუკუნის სამეცნიერო ლიტერატურაში და ამ საკითხის წინ წამოწევა და ამ საკითხით დღეს სპეკულირება, რომ თითქოს საქართველო ამ სიწმინდისაგან განძარცულია, მე მგონი უფრო პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. უფლის კვართის ადგილსამყოფელზე თავისი ვერსია აქვს კათოლიკურ სამყაროსაც. ახალ კვლევაში, რომელიც უახლოეს მომავალში ქართულად, რუსულად და ინგლისურად გამოქვეყნდება, საუბარი ქართული და რუსული ვერსიის გარდა კათოლიკურ ვერსიებზეც იქნება. ქართული და რუსული ტრადიციების გარდა არსებობს კათოლიკური ტრადიცია, რომელიც ქრისტეს კვართის ადგილსამყოფელად მიუთითებს გერმანიაში მდებარე ტრირის წმინდა პეტრეს ბაზილიკას და პარიზის მახლობლად მდებარე აჟანტეის პატარა ეკლესიას. მეცნიერული გზით შევეცადო ამტკიცო, რომ ქრისტეს კვართი ქრისტიანობის უმთავრესი წმინდა ნამდვილად იმყოფება ამ ცხოველში.